ერთი კარგი რჩევა მივეცით რა. გაზაფხულზე ჩაატარე რიგგარეშე არჩევნები, გადადი ოპოზიციაში და დათმე რა ეს ხელისუფლება. თუ გინდა რომ თავი გადაირჩინო და საქართველოს გადარჩეს. ბადრი, აი დიდხანს რო საათაგართობთ რა. უყურე. შეიძლება რაღაცა მომენტისთვის ეს ხელისუფლება იყოს საჭირო. აი რაღაცა ეპოქისთვის აი ეს ხელისუფლება იყოს საჭირო, რომ რაღაცა მოეგერებინა. მაგრამ სხვა ეპოქა რომ მოდის, იქ სხვა ეპოქალური ხალხი ჭირდება, სხვა მენტალობის ხალხი ჭირდება, მეთქი ჩუდები არიან იმას კი არა, კაცო არ ვაბრაზებ, კაი რომ ნუ მიბრაზდებიან ესენიც რა. მაგრამ არის მომენტი, როცა აბულაძია საჭირო აქ, აი უხეში ძალაა საჭირო. მაგრამ მე არის აკადემიური ხალხის, იმიტომ რომ ერი უნდა დაწყვეტდეს, განვითარდეს, გამრავლდეს. ხო? აბულაძის ხელში ეს არ მოხდება, კაცო, ის გიჟია და მიტო კაცო. არის სიტუაცია, რომ შენი დრო რაც გაიარე, ერთი კარგი რჩევა მივეცით რა. გაზაფხულზე ჩაატარე რიგგარეშე არჩევნები, გადადი ოპოზიციაში და დათმე რა ეს ხელისუფლება. თუ გინდა რომ თავი გადაირჩინო და საქართველოს გადარჩეს. ბადრი, აი დიდხანს რო საათაგართობთ რა. უყურე. შეიძლება რაღაცა მომენტისთვის ეს ხელისუფლება იყოს საჭირო. აი რაღაცა ეპოქისთვის აი ეს ხელისუფლება იყოს საჭირო, რომ რაღაცა მოეგერებინა. მაგრამ სხვა ეპოქა რომ მოდის, იქ სხვა ეპოქალური ხალხი ჭირდება, სხვა მენტალობის ხალხი ჭირდება, მეთქი ჩუდები არიან იმას კი არა, კაცო არ ვაბრაზებ, კაი რომ ნუ მიბრაზდებიან ესენიც რა. მაგრამ არის მომენტი, როცა აბულაძია საჭირო აქ, აი უხეში ძალაა საჭირო. მაგრამ მე არის აკადემიური ხალხის, იმიტომ რომ ერი უნდა დაწყვეტდეს, განვითარდეს, გამრავლდეს. ხო? აბულაძის ხელში ეს არ მოხდება, კაცო, ის გიჟია და მიტო კაცო. არის სიტუაცია, რომ შენი დრო რაც გაიარე